ჩვენ ბევრი ვართ საქართველოს გარეთ და ჩვენ ვართ საქართველოს შვილები, ბევრი გერმანელი მეგობარი ყოფილა სტუმრად და ანუ როცა უკან ბრუნდებიან, ყველანი აღნიშნავენ, რომ აუცილებელი იყო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ილუსტრაციის კანონი. ივანიშვილმა ასე ვთქვათ, ეს კარგად ისარგებლა ჩვენი, ასე ვთქვათ, სურვილით, რომ გვინდოდა ის დიქტატურა დაგვესრულებინა, ნელ-ნელა დაიწყეს კლანჭების გამოჩენა. რაც ევროპაში ძალიან მხიბლავს და მხიბლავდა ყოველთვის, რომ ადამიანის უფლებები არის დაცული, ანუ სოციალური გარანტიები. ანუ ვიცი, რომ მე ჩემ ადგილს არავინ არ წამართმა. ჩემთანს უთხარი, რომ აი ასეთი სიბერე მინდა მეთქი. 80 წელი იყო დასასრული და გავხიშდი მეთქი. ეხლა ისინიც ისეთივე სოციალისტური ქვეყნები იყვნენ, როგორიც ჩვენ, ხო? ემიგრანტის ხმა, ანუ ემიგრანტების დიალოგები, ჩემი აზრით, იქნება ძალიან მიზანშეწონილი. უკრაინის ომის შემდეგ, ასე ვთქვათ, აბსოლუტურად რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი. აუცილებლად ჩემი აზრით გვჭირდება რაღაცა სხვა ძალა, ახალი, აღმოცენებული, აბსოლუტურად სუფთა და ძველ პროცესებთან არა გაიგივებული. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ საზოგადოებრივ სტუდიას და ჩვენს რუბრიკას დაფარული ფიგურები. ამ რუბრიკაში ვიწვევთ ადამიანებს, რომლებიც არიან ჩართული, ასე ვთქვათ, ბრძოლაში თავისუფლებისთვის, როგორც ჩვენ ასე ვთქვათ, საერთო სახელით ვეძახით. თუმცა არ ჩანან, ასე ვთქვათ, ზედაპირზე და ვცდილობთ ეს ადამიანები გავაცნოთ საზოგადოებას, რათა რაღაცა მოყვენ თავიანთ შესახებ საზოგადოებას აუხსნა თუ რატო არიან ისინი ჩართული ამ ბრძოლაში და როგორ უყურებენ ზოგადად ამ პროცესებს. ჩვენი სტუმარი არის დღეს გურანდა ძაგნიძე, რომელიც არის ემიგრანტი, ცხოვრობს რამდენი წელია? 2018 წლის მე 7 წელიწად-ნახევარი. ხო, ცხოვრობთ გერმანიაში, ხო? და მიუხედავად ამისა, დისტანციურად ასე ვთქვათ, მაინც ჩართულია ამ პროცესებში გავიცანით ჩვენც ერთმანეთი, რაღაც ერთ-ერთ საერთო ჯგუფში, სადაც ძალიან აქტიურობთ. ამ პროცესში ვცდილობთ, რომ იქიდან რამდენადაც შეიძლება დაეხმაროთ. მადლობა, გურანდა, ზოგადად რომ ამ პროცესებში ჩართული ხართ, რომ გვეწვიეთ სტუდიაში. მოკლედ, ზოგადად თქვენ შესახებ, რომ მოყვეთ, რომ გააცნოთ თქვენი თავი მაყურებელს. მადლობა მოწვევისთვის. სიამოვნებით მოვყვებით ჩემ შესახებ. ანუ მე გახლავთ გურანდა ძაგნიძე, როგორც აღნიშნეთ, 7 წელიწად-ნახევარია 2018 წლის მე ცხოვრობ ჩემს უმცროს შვილებთან ერთად გერმანიაში. ვარ პროფესიით ექიმი სტომატოლოგი და გადავწყვიტე მოუდეს რაც 2010 წლის მერე თუ 2011 წლის მერე მქონდა სურვილი რომ უცხოეთში ხომ არ მეცადა ბედი ასე ვთქვათ პროფესიულად იმიტომ რომ ასე ვთქვათ იქ რომ ჩემი პროფესიის ადამიანებს უკეთესი ცხოვრების პირობები აქვთ ეს თავისად მაშინვე ცხადი იყო ჩემთვის და ამიტომ ასე ვთქვათ გრძელი გზა გავიარე და დავფუძნდი გერმანიაში. საპროტესტო მოძრაობას რაც შეეხება, დიახ, მე და ჩვენ ერთმანეთი გავიცანით, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ონლაინ შეხვედრის დროს. ვერ ვიქნებოდი ამ პროცესების მიღმა, უბრალოდ ჩემი პიროვნება არ მომცემდა ამის საშუალებას, იმიტომ რომ ეს შეეხება ჩემს სამშობლოს. ჩვენ გვიდგას მართლაც ეგზისტენციალური მომენტი. გადარჩენის და სწორი გზის არჩევის. ძალიან რთული მომენტია და მე ვთვლი როგორც ბევრი ემიგრანტი და არა ემიგრანტი, რომ ემიგრანტების ჩართულობა არის გარდამტეხმად მნიშვნელოვანი, როგორც მორალურად, ასე ფინანსურად, ანუ ყველანაირად. იმიტომ რომ ჩვენ ბევრი ვართ საქართველოს გარეთ და ჩვენ ვართ საქართველოს შვილები და ბევრ ემიგრანტს ვიცნობ, რომლებიც მართლაც არაფერს არ დაიშურებენ, რომ ეს ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ. კი, მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად ჩვენგანი ჩართულობა მნიშვნელოვანია და ხო იმდენი ვართ წასული, რომ ანუ და იმდენი ძალა არა მარტო ამ ბრძოლაში ზოგადად ქვეყნისთვის, რომ ამ ძალის გარეშე ნებისმიერი მიმართულებით განვითარება ქვეყანას გაუჭირდება. გურანდა, ზოგადად აი პოლიტიკურ პროცესებს როგორ უყურებ, ან როგორ აფასებ განვლილ საქართველოს ისტორიას, განვლილ გზას ამ დამოუკიდებლობის, ან შენი შეფასებით და შენი ხედვით რა შეგვეშალა რა სწორი ნაბიჯები გადავდგით და რა არასწორი, აი ზოგადად როგორ შეაფასებდი, შენი ხედვა როგორია, თქვა საქართველოს ამ 35 წლიანი ისტორიის განმავლობაში. ანუ მე მაშინ ბავშვი ვიყავი, ანუ ეს დამოუკიდებლობა რომ მოიპოვა საქართველომ და ხან 9 აპრილიც მახსოვს საკმაოდ კარგად, ანუ რა გზაც გამოვიარეთ და როგორი გულანთებით და სიხარულით ჩვენ ბავშვებიც და ჩვენი მშობლებიც ხადი ამაში იყვნენ ჩართულები.
მე ძალიან ბევრი ცუდი მომენტი დატრია და ჩვენს გარშემო ეს 90-იანი წლების საშინელი წლები იყო ცხადია. თქვენ რა იყო რაც შეგვეშალა როგორც საზოგადოებას ქვეყანას, ხო? აი რაღაც აი ბალტიისპირეთ ქვეყნებმა გამოზრნენ ასე თქვა ამ რაღაცა იმპერიის დაანგრევი ისე რომ ნანგრევებში არ მოყვნენ, ჩვენ აი ერთ-ერთი ყველაზე მეტად მოვყევით ალბათ ამ რესპუბლიკებიდან და აი თქვენი გადმოსახედიდან აი რა იყო ის რაც ჩვენ შეგვეშალა? მე მგონი აქ სხვადასხვა ფაქტორები თამაშობს როლს, ანუ განსხვავება ჩვენსა და ბალტიისპირეთს შორის არის ის, რომ ისინი უფრო მცირე ხნით იყვნენ საბჭოთა მონსტრის მარწუხებში, ვიდრე ჩვენ. ახლა ჩვენ 200 წელიწადზე მეტია და მანამდეც ცდილობდნენ ჩვენს ასე ვთქვათ ხელში მოგდებას და ამან გარკვეული როლი ითამაშა. ჩვენი მდებარეობაც, ადგილმდებარეობაც თამაშობს ცხადია როლს, იმიტომ რომ ბალტიისპირეთი იყო და არის, ანუ ძირეული ნაწილი ევროპისა. ჩვენ ასე ვთქვათ, მაინც კუთხეში ვართ. ახლა გვინდა არ გვინდა, ჩვენ ვართ გასაყარზე ევროპის და მტკიცება გვიწევს სულ რო ევროპა ვართ. მათ შორის ევროპელებთან. კი ბატონო, ახლა შემიძლია ასე ვთქვათ, გადახვევის მომენტიც გავაკეთო, ახლა ბევრი გერმანელი მეგობარი ყოფილა სტუმრად და ანუ როცა უკან ბრუნდებიან, ყველანი აღნიშნავენ, რომ საქართველო არ არის აზიური ქვეყანა ერთმნიშვნელოვნად, მაგრამ არის განსხვავებული. არც ტიპიური ევროპული ქვეყანაა, მაგრამ არის ძალიან კოლორიტული, უფრო ევროპული, მაგრამ არის, რა თქმა უნდა, აზიური სიოც იგრძნობა. აზიური შარმიც. კი, იგრძნობა, ხო, იგრძნობა და რა შეგვეშალა ხა, აი, ხშირად ფიქრობ ხოლმე, რა შეიძლება და სხვანაირად გაკეთებულიყო. ხა მე შემიძლია აი, კიდევ ერთხელ ამას წინათ დავწუნდი იმაში, რაც აუცილებელი იყო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ილუსტრაციის კანონი. აი, ყველაფერი უნდა გამჟღავნებულიყო, ვინ რისი მაქნისი იყო და ვინ რა გააკეთა, რომ სუფთა ფურცლიდან დაწყებულიყო ყველაფერი. ანუ მაშინ ალბათ საზოგადოებაც არ იყო მაგისთვის მზად, რა თქმა უნდა, სათავეში ვინც იდგნენ, იმათაც არ ქონდათ ამისი სურვილი, რომ ყველაფერი გამჟღავნებულიყო. რა თქმა უნდა, კგბ-ს არქივის დაწვა შემთხვევითი არ ყოფილა ყველაფერი. შემთხვევითი არ ყოფილა, დიახ და ცოტა რაც კიდე რაც ხელს გვიშლის ჩვენი ემოციურობაც არის. ანუ ნაწილობრივ გვაკლია რაციონალური აზროვნება, რაც ალბათ მომავალ პოლიტიკოსებს აუცილებლად გამოადგებათ, რომ ემოცია კარგია, რაც ჩვენი დამახასიათებელი თვისებაა, მაგრამ რაციონალური აზროვნება, ანუ სტრატეგიის შემუშავება აუცილებელია. სხვანაირად შორსმავალი გეგმები ვერ გახორციელდება. კაი და რო გავაგრძელოთ თქვა და აი შემდეგ რაღაცა იყო ეს 90-იანების გასაგები ეს ქაოსი, შემდეგ იყო რაღაცა ვარდების რევოლუცია, რომელიც რაღაცა ისეთი პოზიტიური მოვლენა იყო ცალსახად ალბათ, თუმცა ანუ იქაც ვერ ავწდით ამ ავტორიტარიზმისკენ რაღაცა გადაცურებას და ჩაფლობას ამაში. შემდეგ აი რაღაცა არჩევნებით შევცვალეთ და გვეგონა რომ აი დავასრულეთ ეს და მივედით აი ისევ დღემდე. აი აქაც რამ განაპირობა თქვენი აზრით, ანუ ეს აი ორივე წრეზე რომ აი მაინც მივედით ამ ავტორიტარიზმამდე და თავისუფლების შეზღუდვამდე. სააკაშვილის პერიოდი პირველი 3-4 წელი მართლა იყო განსაკუთრებული პერიოდი, იმიტომ რომ განვითარება, რასაც ქვეყანას დაეტყო, მერე იყო რომ ნამდვილად გადავიდნენ ისეთი მიმართულებით, რისი გაგებაც და პატიებაც ნამდვილად არ შეიძლებოდა, იმიტომაც მოხდა, რაც მოხდა. და ასე ვთქვათ, ივანიშვილმა ასე ვთქვათ, ეს კარგად ისარგებლა ჩვენი, ასე ვთქვათ, სურვილით, რომ გვინდოდა ის დიქტატურა დაგვესრულებინა. და ბევრ რაღაცებზე ალბათ თავის დროზე ვერც დავინახეთ, მოდი ესე ვიტყვი, ჟარგონულად გვაჭამეს ბევრი რაღაცა და რაღაცები ალბათ არ გვინდოდა რომ დაგვენახა, თავიდან ვენდობოდით. თუმცა არჩევანში მაშინაც შეზღუდული ვიყავით, რაც სრულიება გვინდოდა და ხო ერთადერთი არჩევანი. არა, 2012 წელს სხვა გამოსავალი ნამდვილად არ იყო და მართლა ხალხმა თავისი ხმა დაიცვა, მაშინ რა რაოდენობის ემიგრანტის ჩამოვიდა საქართველოში ხმის მისაცემად, ეს რაოდენობა იყო მართლაც უპრეცედენტო და ხალხი როგორ იცავდა საარჩევნო ყუთებს, საარჩევნო უბნებს, ნუ ეს იყო მართლა პრეცედენტი და მთავრობა, მაშინდელი მთავრობა არჩევნების საფუძველზე, იმიტომ რომ წააგეს მართლა წავიდა. იყო ეს პრეცედენტი და ეს ჩვენ გვიამაყება ეს, მაგრამ რამდენიმე წლის მერე, ანუ ჩვენ შეგვეშალა ჩემი აზრით ის, რომ აი როცა გაჩნდა პირველი მომენტები, როცა ამათ უკვე დაეტყოთ, ანუ ოცნების მთავრობას გულისხმობ, დე-ფაქტო მთავრობას, დაიწყეს ნელ-ნელა დაიწყეს კლანჭების გამოჩენა, თუნდაც საყდრისის მომენტი, თუნდაც განათლების სამინისტროში თუ სხვა სამინისტროებში, როცა დაიწყეს ადამიანების გვერდზე გაწევა, ვიც მათ
აზრს არ იზიარებდა, კორუფცია თვალხილული გახდა. ეხლა სასამართლოზე ხო, ეხლა რაც ხდება ხო, ლაპარაკიც უკვე ზედმეტია. კი, მაგრამ თითქოს ჩვენ მივეცით საშუალება, რაღაც ხო, ეხლა რასაც ვაკეთებთ, ალბათ 2013 წლიდან ესეთი ჩართული რო ყოფილიყო საზოგადოება და ასე ვთქვათ, ამ მივენდეთ. კრიტიკული აზროვნება გვაყდა. მივენდეთ კი, ნამდვილად მივენდეთ, გვეგონა რომ მართლა რაღაცა გავედით ფონს. ახლოს ვიყავით ძალიან, ევროკავშირიც ჩვენსკენ მოიხედა ევროკავშირმა, გვეგონა რომ რამდენი პროექტი დაიძრა, გაცვლითი პროგრამები, არ ვიცი, უამრავი რა რასაც ქვია და მივადექით იმ ზღვარს, რასაც ყველანი ასე ველოდით, მართლა თაობების მანძილზე, რომ ევროკავშირმა განაცხადა და ასე ვთქვათ, მზაობა გამოავლინა, რომ იყო მზად ჩვენი მინუსებით თუ პლუსებით, ჩვენს მიღებაზე დათანხმებულიყო. ეხლა ეს სტატუსიც რის ფონზე მივიღეთ ეს სხვა თემაა, მაგრამ კი გეთანხმებით, ჩვენ მივეცით ბევრი საშუალება. სამოქალაქო საზოგადოება არ იყო გაზრდილი. ეხლა სულ სხვა საზოგადოებაა, მასა. უფრო კრიტიკულად უყურებს ბევრ რაღაცას და ეხლა უკან რო ვიხედებით, ბევრი რაღაცა გამოგვეპარა. არ ვიყავით მზად ამისთვის და არ ვიყავით გაზრდილი რა, ასე ვთქვი. ხო, მეც ვფიქრობ, რომ რაღაცა მაინც ახალგაზრდა დემოკრატია ვარ და ხო რაღაცეების შეცდომებზე უნდა ისწავლო და ესე თეორიით ვერ ვსწავლობს და იმედი როდესაც ამაც დავასრულებთ, მე ამას აუცილებლად გავითვალისწინებთ. გუნა და შენ გერმანიაში ცხოვრობ, ხო? 7 წელია. შენთვის ასე ვთქვათ, ახლოდან დანახული, რა არის ევროპაში ის, რაც არ გვაქვს ჩვენ და რატომაც თქვა შენთვისაც დასავლეთი და ევროპული ღირებულებები არის ძვირფასი. მოდი ესე დავიწყებ, ხო, გერმანიასთან მქონდა მანამდეც რამდენჯერმე ახლო შეხება და რაც ევროპაში ძალიან მხიბლავდა ყოველთვის, რომ ადამიანის უფლებები არის დაცული. სოციალური გარანტიები, ვიცი რომ მე ჩემ ადგილს არავინ არ წამართმევს. მე თუ როგორც კადრი კარგი ვარ, მე ვიღაცის ბიძაშვილი ვერ ჩამანაცვლებს. ეს იგრძნობა ყველა ნაბიჯზე. და მე ხა ასე ვთქვათ ემიგრანტი, რომელსაც არავინ არ იცნობდა, მე ჩემი ადგილი მოვიპოვე, იმიტომ რომ მე ჩემი საქმით დავამტკიცე, რომ მე ამას ვიმსახურებდი. რაც ძალიან მომწონს სოციალური დაცულობა, სოციალური გარანტიები, სამედიცინო დაზღვევა, მოდი აქედან დავიწყოთ. ნორმალური პენსია, ხა მოყვებით ცოტა ისეთი მხიარული კი არა და სენტიმენტალური ამბავია, რამაც ასე ვთქვათ, კიდე ერთხელ დამარწმუნა მაშინ 2016 წელი იყო თუ 17 არ მახსოვს. აქვე თავისუფლების მონეტაზე მუშაობდი მაშინ და გამოვედი სამსახურიდან დაღლილი, დაახლოებით 9 საათი იყო და გამოვედი და ქორთიად მარიოთთან ვხედავ თოვს. და წმინდა გიორგის მას ქანდაკებას ეს ფიფქები ძალიან ლამაზად ედება და ვიღაცა ევროპელი იყო თუ ამერიკელი, აღარ ვიცი უკვე, ასაკოვანი, პენსიონერი მამაკაცი გამოსვლიან ისეთი რაღაცა ბაფთა უკეთია და იღებს სურათებს, უღებს ამ იმას ფიფქებს და უყურე შევხედე და ჩემთავს ვენები. ხედავ მეთქი შენ 9 საათზე მოდიხარ ესეთ დაღლილი, სახლში მიხვალ კიდე შვილები ცალკე თემა და ჩემთავს უთხარი რომ ასეთი სიბერე მინდა მეთქი. ჩვენთან ეს სიბერე ესეთი იმიტომ რომ იქ პენსიონერს უხარია პენსიაზე გასვლა. ხა პაციენტები მეუბნებიან, ექიმო იქითა ყოიდან გავდივარ შვებული პენსიაზე, всё, დროც მექნება და მხიარულები არიან, იმიტომ რომ დადიან, ელოდებიან მოусმენლად. კი, სიცოცხლით კვებიან, ასე ვთქვათ. და ეს თეთრი შურით ნამდვილად ფშურს და მინდა რომ ჩვენს ქვეყანაშიც ეს დადგეს ოდესღაც. კი, ერთ-ერთი რაღაცა ეს პირველი რაც გვხდება ევროპაში რომ ჩადია, მაგრამ განსაკუთრებულად პირველ რიგში ჩავედი და ალბათ ხოლმე რომ ეს ასაკოვანი ხალხი ამ ტურისტულ ადგილებში, რაღაცა ბარებში, რესტორნებში თუ მუზეუმებში ეს ხელჩაკიდებული დადიან, რაც ჩვენთვის ხო რაღაცა ხო ის არის ასაკს რომ თუნდაც ახლა ბოდიში გაგაწყვეტინე ამ განცხადებები რომ ხდება ხოლმე, თქვა სამსახურის შეთავაზების დროს იქ ასაკობრივი ზღარიც რო წერია ერთხელ შევხვდა რომ 80 წელი იყო დასასრული და გავხიშდი მეთქი ხახლა 80 წელი ხა საქართველოში 35 წლის მერე უკვე ისე გიყურებენ რომ გამოცდილება კი შეიძლება გაქვს მაგრამ უკვე ჩამოწერისკენ მიდიხარ და იქ 50 წლის ადამიანი არის გამოცდილიც და ჯანღონით სავსეც საინტერესო კადრია 40-დან 50-მდე ყველაზე საინტერესო კადრია კი ხო თუმცა ახლა რაღაც ამოციან ვიდეოს წერდი ამ თემაზე რომ რაღაცნაირად გონია რომ ის ფაქტი რომ დღეს
რაღაც ახალგაზრდობა არის მასიურად ჩართული პროტესტში და უფროსი თაობა რაც თითქოს განზე დგას, რა თქმა უნდა ჩართული, მაგრამ პროცენტულად რო შევადაროთ ძალიან დიდი სხვაობაა და პირიქით იყო აი 2012 წლამდე პროტესტები რაც იყო 2012-ში უკვე მაშინ ციხის კადრების მერე და ახალგაზრდობა გამოვიდა, მაგრამ ანუ თითქოს შებრუნებულია რა. მაშინ იყო რაღაც ახალგაზრდობა ფონად იყო და ძირითადად ანუ ახალგაზრდები თორემ უფრო სწაობა იყო და ეხლა შებრუნებულია და ანუ თითქოს ანუ ამ ვარდების რევოლუციის რეფორმების და რაღაცა ანუ მართლაც ეს უფროსმა თაობამ გარიყულად იგრძნო თავი და რაღაცნაირად სამაგიერო გადაიხადა თუ რაღაცა რევანში იყო ეს ყველაფერი რაც მოხდა და ეხლა პირიქით არის ხო და თუმცა შეიძლება იმას ვფიქრობ, რომ ეს ახალი თაობა ზუსტად მაშინ გამოიზარდა. მაშინ დაიწყეს მათ, ასე ვთქვათ, ცხოვრებაში შემოსვლა და კი, ხო და მაგიტო ანუ ეს თაობა რაღაც ანუ ის ხო ჩვენთვის ახლა მეც მაშინ რაღაცა ეს ეროვნულები ჩავაბარე პირველი ის რაღაც გრანტი ავიღე რაღაც უნივერსიტეტში რაღაც მაშინ წარმოუდგენელი იყო და ჩვენ რაღაცა ანუ ეს პოზიტიური ბენეფიტები რაც იყო ახალგაზრდობამ ეს მეტნაკლებად იგრძნო და უფროსო თაობა საერთოდ თამაშგარეთ დარჩა. და აი რაღაცა მგონია რომ აი ამ ადამიანებს რაღაცნაირად ვერ ვესაუბრეთ, ვერ ავუხსენით რატო არის ეს მთავრობა ცუდი რაღაცნაირად ვერ დავარწმუნეთ იმ ყველაფერს რომ ის ცვლილებები რომელიც სურს რაც ყველასთვის სასიკეთო არის ასე ვთქვათ და აი ხო აი თქვენ რას ეტყოდით ანუ ამ ადამიანებს ანუ როგორ შეიძლება ანუ ეს ადამიანები რომ ჩვენ მხარეს გადმოვიყვანოთ ასე ვთქვათ და დავარწმუნოთ ის რომ ის ცვლილებები რომელიც გვინდა საბოლოოდ ყველასთვის იქნება სასიკეთო. მე მგონი ლაპარაკი და ახსნა არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გარკვეულ ადამიანებს, ანუ გარკვეულ რაოდენობას ადამიანებს მათთან ლაპარაკს ჩემი აზრით, ასე ვთქვათ, დიდი შედეგის მოტანა არ შეუძლია, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც სხვისი მონათხრობი ან თუნდაც პროპაგანდის მეშვეობით არასწორი წარმოდგენა აქვთ თუნდაც ევროპაზე, თუნდაც ამერიკაზე, რომ ეს სიკეთეები ჩვენსკენაც რომ მოვა. აი თუნდაც რომ ავიღოთ ახლა შედარებით ბოლო პერიოდში ევროკავშირის წევრები ვინც გახდნენ რუმინეთი და ბულგარეთი სიტყვაზე. ახლა ისინიც ისეთივე სოციალისტური ქვეყნები იყვნენ როგორიც ჩვენ, ხო? და მათი ცხოვრების დონე ბევრად უფრო მაღალია ვიდრე ჩვენი. მათ შვილებს ახლა ასე ვთქვათ გახსნილი აქვთ მომავლისთვის კარი, ოღონდ რამე მოინდომონ. და ანუ გეთანხმები ამ შუახნის თაობას უნდა დავანახოთ სიკეთები, ანუ ბევრი მუშაობაა საჭირო. თუნდაც ტელევიზიები, თუნდაც პიროვნულად ვისაც შეხება. აი გუშინ ფიქრობდი სხვათაშორის ეს გამიჩნდა გუშინ აზრად, რომ ესეთი ძალიან აქტიური ადამიანი ვარ და ყველგან ვცდილობ ვილაპარაკო ეს ავტობუსშიც და გარშემო და კარგი თვისებაა ჩემი აზრით. და ჩავთვალე რომ მე ხა როგორც ანუ ასე ვთქვათ გარკვეული საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში რადგანაც იქ ცხოვრობ, უფრო მეტი მეთქმის იქაურ ცხოვრებაზე და გული შემტკივა ჩემს სამშობლოს და მინდა რომ ისეთივე ცხოვრება აქ იყოს. ანუ ასეთი ვთქვათ ემიგრანტის ხმა, ანუ ემიგრანტების დიალოგები, ჩემი აზრით იქნება ძალიან მიზანშეწონილი, რომ თუნდაც ის ხალხი, ვინც ამ ემიგრანტებს, კონკრეტულ ემიგრანტებს იცნობენ, ხო? ნდობის ფაქტორი აქვთ. კი, პროპაგანდის ფონზე რეალობა გადმოსცენ იმ ადამიანებს, რომლებიც იქ ცხოვრობენ. და მათ შორის ერთ-ერთი რატომაც გადავწყვეტე რომ თქვენ ასე ვთქვათ მოსულიყავით აქ და ჩაგვეწერეს გაცემა რომ ეგ იყო კი და მნიშვნელოვანია რომ ეგ ვესაუბროთ. აი ცნა მაინტერესებდა და კიდე შენ აი იქ ადგილზე ერთ-ერთი არგუმენტი რაც არის ანუ აქეთ ამ ხარეს ეხა და განსაკუთრებით დაიწყეს რომ ამ ევროკავშირში რაც მაინც იქ არ უნდივართ და აი რამდენად არის ეხა მანამდეც ვთქვი რომ რაღაცა გვიწევდა განსაკუთრებით წლების წინ რაღაც ევროპელების მტკიცება იმის რომ ჩვენც ევროპელები ვართ. ანუ ეხა რიგითი ამ გერმანელების მხრიდან რამდენად არის იმის მზაობა რომ მიგვიღონ ასე ვთქვათ ამ ევროპულ ოჯახში ჩვენ რაღაც საქართველოს ანუ რამდენად აღვიქვამენ რაღაცა ევროპის ნაწილად თვითონ გერმანელები ეხა რა განწყობაა შენი შეფასებით? ანუ ცოტა უკან რომ დავიწყო, ანუ 2018-ში როცა ჩავედი პირველად, ანუ რეალურად გარშემო ყველა მარიცოდა საქართველოს შესახებ და პირველი რასაც მეკითხებდნენ, საიდან ხართ ეკიმონ, რომ ვეუბნებოდი საქართველოდან, რუსი ხართ, ნუ რა თქმა უნდა მე მოყვებოდა ჩემი ახსნა, რომ რუსი არა ვარ, ვინცავა რაცა. და უკრაინის ომის შემდეგ, ასე ვთქვათ, აბსოლუტურად რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი, საქართველოს აღარავინ რუსთან არ აიგივებს რუსეთთან. და ის რომ საქართველოს ისეთივე ცუდ მდგომარეობაშია როგორც უკრაინა, ეს მათთვის გასაგებია და ისინი ევროპელები, ნუ მათ შორის გერმანელები რაღაცნა გარკვეულწილად პასუხისმგებლობას არ, ანუ სურვილს გამოთქვამენ რომ ჩვენ ჩამოვეხსნათ ამ ბოროტებას და
იმასაც ამბობენ, ხა შეიძლება ისე გამომივიდეს, მაგრამ მათთვის ის რომ ჩვენც ასე ვთქვათ იგივე ძირითადად მასა ახლოს ვართ, იმიტომ რომ იგივე რელიგიის წარმომადგენლები ვართ, ეხლა მე არანაირ რელიგიასთან პრობლემა არ აქვს პირიქით, მაგრამ ამასაც გამოვხატავენ, რომ ანუ ჩვენ ამიტომაც ანუ ევროპის ნაწილი რომ ვართ და ასე ვთქვათ უკიდურესი ნაწილი ევროპის, ну, რუსეთ-უკრაინის ომის მერე ბევრმა სხვანაირად მიიღო ეს და ანუ უფრო ჩართულები არიან, ინფორმაცია მეტი გადის ტელევიზიებშიც და ყველა ინფორმირებულია და ასე ვთქვათ მე ვგრძნობ რომ ისინი გველოდებიან. ოღონდ ჩვენზე რა თქმა უნდა ყველაფერი დამოკიდებული. კი და იქ მნიშვნელოვანია, ანუ მაგას აი რაღაცა ავიწყებთ, რომ გვინდა არ გვინდა, ანუ ევროკავშირი და ევროპული ცივილიზაცია მათ ქრისტიანული ქვეყნების ერთობა არის და ანუ რასაც დღეს გვთავაზობენ, ვითომ რაღაცა ზუსტად რო რაღაცა რელიგია რო აქვს წამოწეული და მიგვათრევენ, სად მიგვათრევენ, ხო რაღაც ირანი, ჩინეთი და რუსეთი, რომელიც შიგნითაც ჯერ თვითონ რამდენია მართლმადიდებლები და ანუ იმათ ვისაც ქვია მართლმადიდებლები და დანარჩენიც, ანუ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი აქვს რაღაც ისლამური მოსახლეობა, ხო რაღაც ხებს რო ეუბნებიან, კი ანუ ისე და ისე წინააღმდეგობა კი არ გვაქვს რამე რელიგიასთან, უბრალოდ ხო, როდესაც ვსაუბრობთ რაღაც ქრისტიანულ ფასეულობებზე და საერთოდ თუ ვინმესთან გვაქვს, საერთოდ ევროპასთან გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ გასაგებია რაღაც განსხვავებებიც გვაქვს, ჩვენ რაღაც უკიდურესი აღმოსავლეთი ვართ და რაც უფრო დასავლეთი გავდივართ, რაღაც განსხვავებები გვაქვს, მაგრამ არავინ მაინც ჩვენზე ისე ახლო რაღაცა ცივილიზაცია არ არის, როგორც ევროპული ცივილიზაცია და კი მე ვფიქრობ, რომ ეგ მნიშვნელოვანია, რომ აუხსნათ საზოგადოებას. ევროპული საზოგადოება არის, ეხლა რა თქმა უნდა გამონაკლისების გარდა, ძირითადად მიმართულება არის ძალიან ტოლერანტული რა თვალსაზრისით. ეხლა აი მაგალითად ჩემი შვილები სკოლაში რომ დადიან, იქ როგორც ასეთი საგანი რელიგია ისწავლება კათოლიკური რელიგია, რადგან ჩვენ ვართ ორთოდოქსები, ანუ მართლმადიდებლები, ჩემი შვილები სწავლობენ ეთიკას, როგორც საგანს და პლუს ალკე ისწავლება მაჰმადიანი ბავშვებისთვის ისლამი. ანუ ისინი აბსოლუტურად ტოლერანტები არიან. ოღონდ თვითონაც ახლა არიან მორწმუნეები, ღრმადმორწმუნეები შედარებით ნაკლებად, ისევე როგორც ჩვენთან. ასე რომ ტოლერანტობა და მიმღებლობა ევროკავშირში როგორიც არის, აი იშვიათად თუ მოიძებნება. კარგი, აი საქართველოს რო დაუბრუნდეთ. უნდა თქვენ აი როგორ უყურებთ აი ახლანდელ პოლიტიკურ პროცესებს, ხო? ანუ მივედით საკმაოდ ანუ კრიზისულ პერიოდში ვართ. პოლიტიკური პარტია ახლა საერთოდ ლიდერების დიდი ნაწილი უკვე ციხეში არის, თუმცა მეორე მხრივ ვიდრე ციხეში აღმოჩნდებოდა რაღაცნაირად თითქოს თავად საზოგადოებამ გარიყა პოლიტიკოსები და აღმოჩნდით პოლიტიკურ ბრძოლაში პოლიტიკური ლიდერების გარეშე. შენ როგორ უყურებ ამ პროცესს, ანუ როგორ შეიძლება ანუ ეს შევცვალოთ რაღაცნაირად პოლიტიკა და პოლიტიკოსები ჩავრთოთ ისევ და რაღაცნაირად ვიპოვოთ ადამიანები, რომელსაც ვინდობით და როგორ ხედავ ზოგადად როგორ შეიძლება ასე ვთქვათ ეს ბრძოლა მივიყვანოთ გამარჯვებამდე, თქვენ როგორ ხედავთ ამას? ამ გზას? ნამდვილად სიტუაცია დღესდღეობით უკვე კარგი ხანია კრიტიკულად მძიმდება ყოველდღიურად. ჩემი აზრით ის რომ საზოგადოებამ პოლიტიკოსები გარკვეულწილად გარიყა, ანუ ის რომ ასე ვთქვათ ძველი სახეების დანახვა არ იყო, ასე ვთქვათ სასურველი. თუმცა მე თუ მკითხავთ ახლა მე როგორც ერთ ქართველს ერთ ინდივიდს, ჩემი აზრია რომ მე თუ მინდა მივალ რამდენჯერმე და მე დავამტკიცებ იმ საზოგადოებას რომ მე მზად ვარ. კი, შენ მე ხა რაღაცა თუ არ მოგწონდა ჩემი, ანუ სახელების გარეშე ვიტყვი, ჩემი რაღაცა წარსულში, მე ხლა მზად ვარ რომ შენი არგუმენტები მოვისმინო და დაგანახო რომ მე მზად ვარ და მიმსახურებ შენს გვერდით დგომას. ანუ ესეთი მომენტი ხა თუ ექნებოდათ ამ ძველ პოლიტიკოსებსაც ამის სურვილი, ყველა შეიძლება არა, მაგრამ ბევრს ქონდა ამისი შანსი იქნებოდა. რატომ არ გააკეთეს ეს ხა მაგათი გადასაწყვეტია? აუცილებლად ჩემი აზრით გვჭირდება რაღაცა სხვა ძალა, ახალი, აღმოცენებული, აბსოლუტურად სუფთა და ძველ პროცესებთან არა გაიგივებული. თუმცა ძველი პარტიებიდან რა თქმა უნდა ძალიან ბევრი კარგი კადრია, ხა ხედავ თუნდაც იგივე ლელოში, გირჩი, ანუ ყველა პარტიაში ხედავ ძალიან კარგად მოაზროვნე ახალგაზრდები არიან, რაც იმეც მაძლევს, რომ აუცილებლად გავალთ ფონს. თუმცა ახალი, სრულიად ახალი პოლიტიკური ძალა იქნება ალბათ ან ძალები მინიმუმ ერთი იქნება აუცილებელი, რომელიც ხალხს დაანახებს, ნდობას მოიპოვებს ხალხში და ხალხი მას გაყვება. კი, ანუ მეც გეთანხმები და
საერთო ხედვა გვაქვს მაგასთან დაკავშირებით, რომ ეს ფიქრობ რაღაცა საჭიროა, რაღაცა ახალი რაღაცა ძალის გაჩენა, თუმცა შენი ეზრით რატო ვერ მოხდა აქამდე? ხო, ამაზე საუბარი არის, აი თითქმის რომ შეიცვალა ხელისუფლება, მის მერე არის თითქმის 2012 წლის მერე ამაზე საუბარი, მაგრამ აი რატომღაც ვერ მოხდა ეს? რომ არც თითო პარტიებში შიგნით არ მოხდა განახლება და ახალიც რაღაცა არ შეიქმნა, რა იყო შენი აზრით ამის მიზეზი? ჩემი აზრით შეიძლება ვწდები, მაგრამ ჩემი აზრია, ეს არის, მე მგონი ცოტა ძველ სტერეოტიპებთანაც გვაქვს საქმე, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა. ანუ როგორც იყო ფული ბინძური რამ არის, პოლიტიკა ბინძური საქმეა. გასაგებია, ხა პოლიტიკაში ყველაფერი ისე სუფთად არ ხდება, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს წარმოუდგენია და უნდა, მაგრამ ჩემი აზრით მთავარი არის მიზანი და თუ ანუ ხალხი უფრთხის პოლიტიკოსობას. აი მოდი ესე ვიტყვი. ანუ ყველას უნდა ძალიან ბევრი გულანთებულია და საქმეზე რომ იძგება უარს ამბობენ. ანუ ესეთი განცდა მრჩება და რაღაცა მე მგონი აი ცოტა ის ნაბიჯის გადადგმა, რაღაცა ზღვარის გადალახვა და 1-2 თუ ესეთ ხალხისგან წამოსული კარგი პოლიტიკოსი გამოჩნდება, ასე ვთქვათ, მიბაძვის მომენტიც იქნება და სხვაებიც გაბედავენ. იმედი მაქვს რომ გაბედავენ. აი რომ შევაჯამოთ, აი რა ფიქრობ რა არის ის მთავარი, რაც გვაკლია დღეს იმაში ამ ბრძოლაში და რა არის არსებობის შემთხვევაშიც, ასე ვთქვათ, გაიზრდება იმ შანსი, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში. რა გვაკლია ყველაზე მეტად? გვაკლია ერთობლიობა, ერთობა, ერთად ყოფნა, ანუ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არის უკმაყოფილო. მცირე ნაწილი ხმაურობს, უფრო მცირე ვიდრე რამდენიმე თვის წინ. ნუ გასაგებია რაღაცა შიშის ჯარიმები და ასე შემდეგ, მომავლის შიში, ანუ ეს ძალა რომელიც ჩვენ გვიპირისპირდება საკმაოდ ტაქტიანად, ტაქტიკურად და ჭკვიანურად ბოროტად იქცევა, ჭკვიანურად რა თქმა უნდა ბჭყალებში. მაგრამ იდეის გარშემო შეკრება შესაძლებელია და ანუ როცა ეს მომენტი დადგება, ასე მგონია რაღაცა მწიფდება ეს. მინდა მჯეროდეს რომ ეს მწიფდება ხალხში და როცა მომწიფდება, უბრალოდ ვეღარ დაიჭერს თავის თავს პროცესი და ხალხი უფრო შემართებით, იმიტომ რომ მე ბრძოლი ხალხი ვართ და სხვა თვისებები იმედია ამ მომენტისთვის გვერდე გადაიწევს და ბრძოლის ჟინიანობა მიგვატანინებს საქმეს ბოლომდე, იმიტომ რომ უბრალოდ ესე ვერ გაგრძელდება, თორემ კარგი პირი დასასრული არ ექნება ამ ყველაფერს, რაც ნამდვილად არ გვინდა. მე მინდა რომ მაგალითად ჩემი ვაჟი იძახის რომ მე მინდა საქართველოში დაუბრუნდა, საქართველოში ვიცხოვრო. აი მეტირება ეხლა ცემლები მადგება, იმიტომ რომ დროშა გვაქვს გამოკრული ორივეს, იმას თავის ოთახში, მე ჩემ ოთახში, იმიტომ რომ გვინდა, ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენ არ დავიშურებთ არაფერს, თუნდაც ენერგიას, თუნდაც ცოდნას, მიხარია რომ იმან ისწავლოს იქ და დაბრუნდეს საქართველოში, თავის სამშობლოს მოახმაროს თავისი ენერგია. ამისთვის ყველამ, ასე ვთქვათ, ქალამნები უნდა ჩავიცვათ, დადგება ეს მომენტი და ყველამ ჩვენიანებთან უნდა ვიმუშაოთ, რომ გამოვაღვიძოთ. ანუ შიში ერთია, მაგრამ საბოლოო ბრძოლას ალბათ ვერ გადავრჩებით. კი, მე მგონია, რომ წინ ძალიან რთული ბრძოლები გვერის, მაგრამ ხო მე წამს რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ, თუმცა იმიტომ რომ იმ არტივი პრინციპის გამო რომ სიკეთე ყოველს კი იმარჯვებს და მე მჯერა რომ ჩვენ სიკეთის მხარეს ვართ. დიდი მადლობა. სიამოვნებით, მადლობა მოწვევისთვის. საუბარი გამომივიდა. მადლობა კიდევ ერთხელ ზოგადად ჩართული ხართ, მიუხედავად იმისა, რომ წასული ხართ, აგრძელებთ რაღაცა აქ. ასე ვთქვათ, მონაწილეობას მიიღებას ამ პროცესებში და მე ჩვენი გული აქ არის. კი და დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გიან ერთად აღნიშნავთ ასე ვთქვათ ჩვენს გამარჯვებას და ჩვენს გამარჯვებას, ქვეყნის გამარჯვებას და ხო რაღაცა ერთი კიდე მორიგი დიდი ნაბიჯის წინ გადადგმას ჩვენი ხალხის და ქვეყნის მიერ. მადლობა ასეთი კარგი პროექტისთვის, იმიტომ რომ გაკვირდებოდი დიდი ხანია და ძალიან კარგი წამოწყება, იმიტომ რომ თუ შეიძლება დავამატებ, რომ ანუ დიალოგი აუცილებელია და ხალხთან ლაპარაკი და ანუ ესეთი პლატფორმები, აი მცირე ზომის პლატფორმები, რომლითაც უფრო მეტი ადამიანი ახლა თქვენ არ ახართ ტელევიზია და ანუ სხვა ასე ვთქვათ ხალხი გიყურებთ, ანუ ტელევიზიას უფრო მეტი ხალხი უყურებს მართალია, მაგრამ ანუ გაზიარებების ფონზე და მოწონებების ფონზე თქვენც უკვე ვატყობ რომ ონლაინ მედიაც ნენელა აქტიურ კონკურენციას უწევს ტელევიზიებს, მოვალი უფრო აქეთ არის ვიდრე იქით. და წარმატებებს გისურვებ და გამარჯვება საქართველოს.
დიდი მადლობა. მადლობა მაყურებელთაც ვინც გვიყურეთ. ტრადიციულად შეგახსენებთ და გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და ლაიქოთ და გაუზიაროთ ჩვენი ვიდეოების სხვებსაც. მადლობა და ნახვამდის.